1000 ლარიანი სამსახური დავტოვე და 6 თვეში დავსაქმნი საოცნებო პროფესიით. ახლა ეს როგორ მოხდა? ეს მე ვარ 3 წლის წინ. ვმუშაობ ბუღალტერის დამხმარედ და ცხოვრების ხალისის საერთოდ დაკარგული მაქვს. ყოველდღიურადები როდის მოვა 7 საათი რომ სახლში წავიდე. ასე რომ 6 წლიანი რუტინული შრომის შემდეგ შევედი უფროსის კაბინეტში და დავწერე განცხადება. დავჭი სამსახურის გარეშე. რაც სამი მახსოვს პროგრამირება სულ მაინტერესებდა და 4 წლის წინ როდესაც პირველად ვცადავი ეს კოჩი ფაილი ვერ გავხსენი, ამიტომ ხელი ჩავიქნიე. თუმცა ახლა უკან დასახევი გზა აღარ მქონდა. ჩემი არავის არ სჯეროდა ის კი არა და ჩემიც კი არ მელაპარაკებოდა 3 თვე. მოკლედ 6 თვე ჩემი ცხოვრება საერთოდ შეიცვალა. იმდენად შემიძლია პროგრამირება, რომ ჯოკრის თამაშიც კი უარს ვამბობდი და მე LinkedIn-ზე აქტიურობის შედეგად შვეიცარიიდან შემოვთავაზე სამსახური. მაგრამ ახლა სხვა პრობლემას წავაწყდი. CV არ მაქვს. დედლაინი დილის 10-ზე იყო, ამიტომ იმ ღამეს გავათენე. აზრზე არ ვიყავი პროგრამისტის როგორი CV მჭირდებოდა. რაღაცნაირად გავაკეთე და დახურვამდე ზუსტად 2 წუთით ადრე გავაგზავნე. ინტერვიუს შემდეგ გამიყვანეს და მოკლედ ასე დავსაქმდი თბილისიდან შვეიცარიაში. ეს ყველაფერი წლების წინა, დღეს რა საქმიანო? წლების მანძილზე ამ სფეროში ყოფნის შემდეგ შექმნენი მენტორების და დეველოპერების გუნდი, რომლებიც ეხმარებიან მათ, ვისაც შემთხვევით ელში აქვს 59-დან 6-მდე მუშაობა. ალგონის სწავლა არ ნიშნავს მხოლოდ ლექციების ყურებას. აქ სტუდენტებს პირადი მენტორები მუდმივად ეხმარებიან, რაც სწავლის პროცესს სწრაფს და ეფექტურს ხდის. დაივიწყე უცხოური კურსები და გაუგებარი ინგლისურიანით ახსნილი YouTube ტუტორიალები. ჩვენთან ყველაფერს ქართულად ისწავლი და იმუშავა რეალურ პროექტებზე. რა თუ შენს თავში ეჭვი შეგეპარება, გაიხსენე, რომ